აი სადაც ვიმყოფებით ჩემი 3 მცირეწლოვანი შვილით, ეს არის სოფელი გურიანთა. ძირითადი პრობლემა რაც გვაქვს, ეს არის სასმელი წყალი. ძირითადად მოსახლეობა დამოკიდებული ვართ ჭებზე და ჩემთან ეს ჭის წყალიც სასმელად უვარგისია და ამიტომ წყლის მარაგიც ცოტა მაქვს. ასევე საკვების მარაგიც გვეწურება. ჩემს უბანში კონკრეტულად არ არის გზა გაწმენდილი და ამის გამო ვერ გადავადგილდებით. რაც შეეხება ჩემი მშობლების სოფელს, სოფელი კონჭკათი, ეს არის მაღალთიანი სოფელი, მეწყერ საშიში ზონაა. სახლები ავარიულია ძირითადად და ასეთი და გაცილებით დიდია იქ თოვლის საფარი და მით უფრო ესეთი თოვლი როცა აწვება სახლებს, ავარიულ სახლებს, საშიშია იქ გაჩერება. ნახევარ სოფელზე მეც არ აქვს შუქი. სულ ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ჩემი მამაჩემი და მითხრა რომ არცეთ იქ სელი არც მაგთი, არც სელფი, არც ჯეოსელი არ იჭერს და ამის გამო ვერ გამოდის კონტაქტზე. გენერატორშიც საწვავე ამოიწურა ბენზინი და ვეღარ დატენის სავარაუდოდ ტელეფონს. ძალიან რთული სიტუაციაა. მით უფრო რთული გახდება ალბათ ამხელა თოვლის საფარი რო დნობას დაიწყებს და მეწყერსაშიში სოფლებში არ ვიცი მე რა უნდა მოხდეს. საჭიროა აუცილებლად სწრაფი რეაგირება და საკვების მარაგი ფიზიკურად ამოეწურება ყველას. მე 7 დღეა გადაუღებლად თოვს და არ ვიცი რა უნდა მოვიმოქმედოთ.